ვარნიაშავაძე 10 წლის. სწავლობს სკოლანაგებში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, ცეკვა და კულინარია. აქედან ყველაზე უფრო მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე მეხუთე წელია ცეკვავ ანსამბლ ფეხესაში. ჩემი ქორეოგრაფებია სოფი კუკუპრაძე და დავით კოპალეიშვილი. თუ ნერვები არ მოუშალათ, ორივე ძალიან მხიარული მასწავლებლები არიან. ორივე ძალიან კარგად ცეკვავს და მეც მინდა მათნაირად ცეკვავდა. ცეკვაზე ვაშავდე ყველაზე უფრო თავიდან გამიჭირდა ტრიალი. ყველაზე ადვილი იყო ცერებზე აწევა. მქონდა 21 კონცერტი და 2 გასტროლი. ახლა ვემზადებით მესამე გასტროლისთვის. ყველაზე კარგად დამახსოვრდა ანტალიის გასტროლი. კარგადაც გავერთეთ იქ და პირველი ადგილიც ავიღეთ. ჩემი საყვარელი ცეკვაა განთაკანა. საყვარელი რელთია ეს. ვფიქრობ, რომ ცეკვის თავიდან უნდა დავანებო, რადგან ეს ჩემ ჰობად მიმაჩნია და მინდა რომ ცეკვის მასწავლებლის გამოვიდე და ბავშვებს ვასწავლო თვითონ ცეკვა. ჩემს პირველ სოლო კონცერტს ვისურვებდი პარიზში. ყველა ბილეთი გაიყიდებოდა და დარბაზი იქნებოდა სავსე. ბილეთი ალბათ ეღირებოდა 10 ევრო. ბევრი ფული რომ მქონდეს, იმოგზაურებდი საყვარელ ქვეყნებში. ჩემი ოჯახისთვის დავეხმარებოდი და კიდევ მინდა რომ ცოტათ ფული თუ კიდევ მექნება, გაჭირებულებს დავეხმარო. პირველ რიგში სამოგზაურო წავედოდი მალდივებს. მე ასევე მიყვარს ხატვა და მესამე წელია დავდივარ ხატვის წრეზე. ეს წრე გახსნილია ჩემს სკოლაში. აქ ძირითადად ვსწავლობ გრაფიკას, ფერში გადასვლას, ასევე კომპოზიციის დაჭერას და ხაზების მოსმას, როგორ უნდა დავხატოთ თავდაპირველად და მე ფერში გადაყვანას ასევე. ყველაზე ხშირად ვხატავ სახლს, დოქებს, კიდევ მიყვარს მთების დახატვა, ბუნების დახატვა. ყველაზე რთულია ადამიანის დახატვა. ყველაზე ადვილია ბუნების გადმოცემა და რაღაცების გადმოცემა შენი ფანტაზიით. ჩემი საყვარელი ფერი არის შავი და არ მიყვარს ნაცრისფერი. ერთხელ ჩემი ნახატები გამოფენილი იყო შემოდგომის ფესტივალზე. ძალიან კარგი შეგრძნება იყო ჩემთვის, როცა ვუყურებდი თუ როგორ ათვალიერებდნენ ჩემს ნახატებს. ვაგროვებ ჩემს ნახატებს და სახლში მაქვს 1000-ზე მეტი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ როცა დიდი გავიზრდები, მინდა რომ ნახო როგორი ხელი მქონდა ბავშვობაში, როგორ ხატავდი, მომეწონება თუ არა იმ ასაკში და კიდევ როგორი ფანტაზია მქონდა. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 12 წლის ასაკში. ახლა მინდა ვიყოთ 15 წლის, რადგან მომწონს თინეიჯერობა. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მყავს უსაყვარლესი, უთბილესი, ულამაზესი დამრიგებელი, არიან ძალიან კარგი მასწავლებლები. არის თვითონ დირექტორი არის ძალიან მოსიყვარული ადამიანი. კიდევ ბავშვებიც თვითონ ოდნავ მოსიყვარულეები არიან და რა ვიცი, სკოლა თვითონაც ლამაზი არის და ყველა მასწავლებელი რომ მოსიყვარულეა და ყველა ბავშვს ეფერება და გვერდში უდგას, ეგ მომწონს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია სანდრო ფელიშვილი. ყველაზე ჭკვიანია ნისა შავაძე. ყველაზე ცელქია სანდრო საგინაძე. ყველაზე მშვიდია ადრიანი გელაძე. ყველაზე ბედნიერია დავით ჩავაძე. მე ვარ ყველაზე ცნობის მოყვარე, მეგობრული და პრანჭია. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელი თიონა კაკელიძე, რადგან ეს არის ძალიან ლამაზი ადამიანი, მოსიყვარულე, გვერდში მდგომი, შრომის მოყვარეც და ძალიან საინტერესო ადამიანია, რომელიც ბავშვებს ძალიან კარგი იდეებს აღწევს. ასევე განსაკუთრებით მიყვარს ინგა ტაკიძე, ჩემი დამრიგებელი და ინგლისურის მასწავლებელი. ისიც არის შრომის მოყვარე, თბილი, გვერდში მდგომი, საინტერესო იდეების მომწოდენი, ძალიან ლამაზი. თამამად შემეძლია ვთქვა, რომ მასწავლებლებში ძალიან გამიმართლა. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი ძმა, ჩემი დედა, მამა და კიდევ ჩვენი 2 ძაღლი. მეტი და ძმა არ მინდა, იმიტომ რომ ჩემი ძმაც ყოფილი ნერვების მომშლელად. ის არის 7 წლის და ქვია დემეტრე. დემეტრე არის ცელქი, ოდნავ ზარმაცი, კეთილი ადამიანი, ასევე არის ნერვების მომშლელი და არის ჭკვიანი. ნერვებს მიშლის, როცა მისთვის ამცელია და მოდის და მაწუხებს. მამიკო არის შრომის მოყვარე, გულთბილი ადამიანი, ძალიან კეთილი. ასევე არის სიმპათიური, სტუმართ მოყვარე და ჩემი სურვილების შემსრულებელი. მე ვარ მამიკოს გოგო. ედიკო არის ლამაზი, გულთბილი, გულჩვილიც, მოსიყვარულე. ასევე ისიც არის სტუმართ მოყვარე, ჩემი სურვილების შემსრულებელი.
ძალიან თბილი ადამიანი არის და ძალიან ისეთი სიტყვებით მინდა რომ აღწერო, რომ ვერ გადმოვცემ. ასევე არის კარგი დასახლისი და მან დავიცვალა, რომ შემაყვარეს კულინარია. პირველ საჭმელი რომ გავაკეთე, ვიყავი 9 წლის. ეს საჭმელი იყო ნამცხვარი კექსი. ახლა ყველაზე კარგად გამოდის სალათების და დესერტების გაკეთება. ისა ჩემი საყვარელი საჭმელია შემწვარი კარტოფილი. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნებია მე, ბები აილიკო და ილარიონი და მილიმოლი მენდი. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ერთი კარგი გოგოს თავგადასავლებს. ეს კარგი გოგო რა თქმა უნდა ვიქნებოდი მე. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, მექნებოდა ჩემი ცეკვის სტუდია. წინა მონაწილეan დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ნია რომ არ მექვას რა მეერქმეოდა. მე ნია დამარქვა მამამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ნია რომ არ მერქვას ალბათ მერქმეოდა ლივია. შედეგ მონაწილეს ვუტოვებოსაც შეკითხვას, რომელია სამი ყველაზე კარგი პროფესია. მაგალითად ჩემი აზრით ეს სამი პროფესიაა მხატვრობა, მასწავლებლობა და ქორეოგრაფია. დარწმუნებული ვარ 22 წელს რო გავხდები ვიყიდი თეთრ მესერეს. ბედნიერება არის ოჯახი რო გიყოლება კარგად, იქნები თვითონაც ბედნიერი, დედა რო ჩაგეხუტება, ასევე საჩუქრებს რო გაჩუქებენ ისეთი რომლებსაც ოცნებოდი და კიდევ როცა შენი საყვარელი ადამიანები არ მიგატოვებენ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.